იტალიის კომისიის მოხსენებამ დაადასტურა, რომ სრული სიმართლეა ქართული მხარის მტკიცებულებები რუსული სამხედრო აგრესიის დროს მოვლენების განვითარების შესახებ კომისიის დასკვნას დღეს მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. რუსეთის საომრად ემზადებოდა საოკუპაციო ჯარები ცხინვალის რეგიონში. წინასწარ იყო შემოყვანილი რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაც კი წინასწარ ჰქონდა მზად. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ფაქტები თავისთავად მეტყველებს რეალობაზე და ამას რუსეთის მონდომება და პიარ კამპანია ვერ შეცვლის. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით თავმოყვარეო ყველა თანამემამულე, რომელიც ეთანხმება დასკვნის იმ პუნქტს, რომ პირველად ქართულმა მხარემ გაისროლა. ამ მოხსენებამ დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მოხდა შარშა. იყო სიმართლე. ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთი შემოვიდა უფრო რომ რუსეთი აიარაღებდა სეპარატისტებს და პროვოცირებდა მათ და აღმოჩნდა სიმართლე, რადგან ყველა მიცის რომ სიმართლეა, დადასტურდა. ჩვენ ვამბობთ, რომ იყო პასპორტიზაცია უკანონო, დადასტურდა. ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირი მოქალაქეებმა დასაცავი საქართველოში არ ყავდა, დადასტურდა. და ჩვენ ვამბობდით, რომ მე ვამბობდით და ჩემი თელი რეპუტაცია დავდე სასწორზე, რომ რუსული რეგულარული ჯარი შემოვიდა საქართველოს 7 აგვისტომდე, ესე იგი ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ აგრესიას და ესეც ამ კომისიამ დაადასტურა. ყველაზე მეტად ამის დამტკიცება იყო ძნელი, იმის გამო რომ ეს იყო შენიღბულად, მაგრამ ძალიან კარგად იმუშავეთ შეიძლება ჩვენმა ჯგუფებმა და ასევე ჩვენმა მეგობრებმა, მათ შორის რუსმა მეგობრებმაც. ძალიან კარგი გამოკვლევა იყო ანდრეი ლარიონოვის, ძალიან კარგი ფილმია ანდრეი ნეკრასოვის და ბევრი სხვა ნამდვილი რუსი პატრიოტის. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ყველაფერი დადასტურდა, ნუ ხა გამზადებული საბრალდებო დასკვნაა თუ პირველად ისტორიაში უშროების საბჭოს მუდმივ წევრს დაადანაშაულეს სამხედრო დანაშაულებაში პირდაპირ ხელი დაადეს ეთნიკურ წმენდაში, ესე კაცობრიობის წინაშე დანაშაულს პირდაპირ ხელი დაადეს აგრესიაში. ეს იყო ფაქტების დამდგენი მისია. ამ მისიის ფუნქცია არ ყოფილა დასკვნების გაკეთება. მაგრამ მისია მაინც აიღო თავისთავად დასკვნების გაკეთება და ბოლოს თქვა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მართალია რუსეთის ჯარი იყო შემოსული საქართველოში. მაგრამ საქართველო მაინც პირველი გაისროლა და ამიტომ ეს არის რაღაც ნარკვეული ნორმების დარღვევა. მე არ ვიცი, მე და აქ არის ბევრი განათლებული და ძალიან განსწავლული ადამიანია და ჩემზე ბევრად განსწავლული შეიძლება, მაგრამ არ არის საჭირო, შეიძლება უკეთესი იურიდიული პროფესორი მყავდა საერთაშორისო სამართალში, ვიდრე ზოგიერთი დასკვნის გამკეთებელ ევროპელ ექსპერტს, მაგრამ ამისთვის სულაც არ არის საჭირო პროფესორების სერიოზული და არც დიდი ცოდნა. ნებისმიერი პირველკურსელი გეტყვით. როდესაც უცხო ქვეყნის ჯარი და თან როგორი უცხო ქვეყნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გემოქრება ომით, ღიად, რომელიც რეალურად აწარმოებს ომს და ეს ყველა მიცის და კომისიამ თქვა, რომ ეს კონფლიქტია დაწყებულ გუშინ. როცა მისი კარგად შეიარაღებული სადესანტო ჯარები შემოდის საქართველოში, ამას ქვია უცხო ქვეყნის პირდაპირი საგარეო აგრესია. და მეორე ალტერნატივა რომ ალბათ დესანტნიკები შემოიყვანეს გვირილების დასაკრეფად, მოერნატრად რიაყანის ცის ნახვა ლიახვის ხეობაში. მაგრამ ეს რო თქვას, მაშინ უნდა პირდაპირ ხელბორკელი დაადოს და დაიჭიროს. და ამის თავი არ აქვს. და ზოგიერთ ჩვენ თანამემამულეს იმის თავმოყარეობა არ აქვს, რომ აღიაროს, რომ ეს ასია და ეს იმას კი ანიშნავს, რომ ჩვენი სიმართლე ბოლომდე არ გავიტანოთ, ჩვენი სიმართლე დადასტურდა და გაგვიხარდეს ეს და პირიქით ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. სიმართლე იპოვის თავის გზას და ჩვენ მე ყოველთვის წუხდით და ყველანი ჩვენ წუხდით, რომ ვერ დავადასტურეთ ეთნიკური წმენდა აფხაზეთში მაშინ, ახლა დადასტურდა, ვერ დავადასტურეთ რუსეთის მონაწილეობა და ახლა პირდაპირ დადასტურდა, ვერ დავადასტურეთ ვერასოდეს აგრესია და ახლა ფაქტობრივად დადასტურდა, იმიტომ რომ ამის საბოლოო განმარტებას ნიშნავს, რომ მაშინ მთელი ევროპა ფეხზე უნდა დადგეს და თავისი ყველა რესურსი გამოიყენოს და ამის ილუზია რომ ეს ერთ დღეში არ მოხდება, არც მე და ჩემი მეგობრებს არ აქვს, იმიტომ რომ მათაც ბევრი მწარე გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით. ალტერნატივა დემოკრატიულ ევროპულ არჩევას საქართველოს არ აქვს და მე კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით გავაცხადო. ჩემი წმინდათა, ჩვენი ყველას წმინდათა წმინდა მოვალეობა იყო, როცა უცხო ქვეყნის ჯარი შემოდის ჩვენ ქვეყანაში, მას გაუწიო ყველანაირი წინააღმდეგობა. ჩვენ ეს გავაკეთეთ და მე ამას ერთი წუთით არ ვნანებ. მე ვამაყობ იმით და ეს დადასტურდა, რომ არც ერთი ქალი და ბავშვი არ მომკვდარა
არანაირი არ ვლაპარაკობ, არანაირი გენოციდზეც კი არ არის საუბარი. არც ერთი ქალი და ბავშვი არ დაღუპულა ჩვენი ოპერაციის შედეგად. და ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანი ჩვენი დეოკუპაციისთვის გაგრძელდება ამ ბრძოლის საზეიმო საბოლოო დასრულებამდე. და მე მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვისაც არ უნდა თვალებს შეხედოს რეალობას. როგორ მოიქცეოდა ამ სიტუაციაში საფრანგეთი? როგორ მოიქცეოდა გერმანია? არმადა ესპანეთის ისტორიულად ვიცით შევიდა ბრიტანეთის ნაპირებთან და ბრიტანელებმა პირველად ესროლეს არმადას. ბრიტანეთმა დაიწყო ომი თუ ესპანეთმა? თუ ყველაფერი რაც სწორია ევროპისთვის არ არის სწორი საქართველოსთვის. მე იმაჩნია რომ ყველაფერი რასაც აკეთებენ ცივილიზებული ერები ერთ-ერთზე გამოდგება ჩვენი ქვეყნისთვის. მე რა რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანას დიდი ისტორია და ცივილიზაცია გვაქვს. და გამბედაობა ასევე. და მე საუბრობდი ჩვენ მეგობართან ბევრწილად, მათ შორის ლიტვის ბედით, მათ შორის ჩვენი ყველა სხვა თავისუფლების მოყოლი მეგობრის ბედი დღეს წლება საქართველოში. ჩვენ ილუზია არ გვაქვს რომ ისინი თავს დაგვანებენ, მაგრამ ჩვენ ასევე ილუზია არ გვაქვს რომ არც ერთი წუთი არ დავიტყვით უარს რომ გავაგრძელოთ წინსვლა იმისათვის რომ შევქმნათ სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული და თავისუფალი.